კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა წარმოგიდგენთ. ეს არის CST. 53 chapter-ი შეეხება და mail merge, ანუ menus mailing-ი, სადაც მოდით რამდენიმე ვარიანტი შევისწავლოთ. პირველ რიგში გავაკეთოთ ბრძანება, მაგალითად start mail merge-ი და mail merge-ისათვის გავაკეთოთ step by step mail merge wizard-ი. გამოვიყენოთ დავუშვათ wizard-ი, სადაც გვეკითხებიან რა ტიპის დოკუმენტს ვამზადებთ, დავუშვათ letters, emails, envelopes თუ ასე შემდეგ. ავრჩიოთ მაგალითად envelope-ი, ანუ convert-ი და მივცეთ next start document-ი. გამოდის ფანჯარა, სადაც გვეკითხება რომ change document layout-ი და კი ბატონო მივცეთ რასაკვირველია change-ი და მივცეთ envelope option-ები. მივცეთ ანუ ბრძანება envelope option-ში, რომ გვაჩვენოს როგორი შემოთავაზება, მაგალითად ესეთი ზომის თუ სხვა ზომის, იყოს სტანდარტულად ამ ფორმის და შემდეგი ბრძანება გახლავთ envelope, უბრალოდ use the current document, change document layout-ი და start from existing document. ნუ იყოს use the current document. შემდეგ მივცეთ ბრძანება select recipients და აღვნიშნოთ ადრესატები. ეს არის use an existing list-ი, ამიტომ browse-ი უნდა მივცეთ, ან select from Outlook contact-ი, ან type a new list-ი. შეგიძლიათ new list-ით მისცეთ ბრძანება create-ი და შექმნათ ახალი ლისტი, ან უბრალოდ გამოიყენოთ არსებული რომელიმე ლისტი, მაგალითად browse ღილაკით და ჩამოთვლილ ვარიანტებში, აი მე მაგალითად ავირჩევ CST-ს და მივცემ ბრძანებას open. თუმცა აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ რასაკვირველია, როგორც თქვენ ხედავთ, ანუ ლისტი ორი ადამიანისაგან შედგება თავთავიანთი ველების მიხედვით და შეგვიძლია მოვახდინოთ მაგალითად სორტირება, ანუ დავალაგოთ და მიუთითოთ დავუშვათ რომელი ველის მიხედვით, მაგალითად იყოს last name-ის მიხედვით და პირველი იქნება დათუკიშვილი, შემდეგ კახურაშვილი. თუ დავუშვათ სორტირებაში მიუთითებთ, რომ პირიქით კლებადობით იყოს, მაშინ უკვე ჯერ კახურაშვილი იქნება და შემდეგ დათუკიშვილი. რა თქმა უნდა, შესაძლებელია მონიშნა მისი edit-ი და ახალი ჩანაწერების დამატება. მაგალითად new entry და ახალი დავუშვათ დავამატოთ ვიღაცა. ქალბატონი ელენე ჭღარკავა კომპანია CU თანამდებობა მაგალითად dep დირექტორი შემდეგ მისამართი ისევ კოსტავას 77 დავუშვათ თბილისი და კოდი 0175 საქართველო. და ელექტრონული პოსტის მისამართი თუ ტელეფონის ნომერი 227 77 77 და ელექტრონული მისამართი ჭღარკავა@cu.edu.gr. ასევე შეგიძლიათ კიდევ ერთი ჩანაწერი დაამატოთ, მაგალითად ჩანაწერი შეიძლება იყოს ბატონი, ბატონო ბატონი ბატონი კახა შენგელია CU პრეზიდენტი მისამართი იგივე 77 თბილისი ასევე შეგვყავს ქალაქის კოდი 0175 საქართველო და ტელეფონის ნომერიც ოფისის ანალოგიური და ელპოსტა president@cu.edu.gr. და შემდეგ ვაწვევით ღილაკს OK. ან ახალ ველს customize columns yes. და როგორც ხედავთ, შეგიძლიათ ნახოთ, რომ დაამატოთ შეიძლება კიდევ ერთი კოლონა, add მაგალითად და ახალი კოლონა, რომელსაც დავუშვათ შეიძლება დავარქვათ skesi დავუშვათ, ხო? ანუ skesi მაგალითად, OK. მივცეთ ეს skesi, რომ წავიდეს move down დავუშვათ. ის რაც არ გვინდა შეგვიძლია ამოვშალოთ, მაგალითად address მეორე delete-ი გავუკეთოთ, არ გვჭირდება.
state delete გავუკეთოთ, არ გვჭირდება. Home phone-ი დავუშვათ, არ გვაქვს. გვაქვს work-ის, email address-ის, CASE, company name, position-ი, last name, დანიშნული გვჭირდება ყველაფერი. Okay, როგორც მახსოვს, შევამოწმოთ. დიახ, სხვა ველები ყველა და CASE-ის ველი შევავსოთ, ანუ ჟღარკავა ეს არის მდედრობითი. მამრობითი. ბატონი კახა არის მამრობითი. შემდეგ ნინო მდედრობითი და ისევ გიორგი მამრობითი. ბრძანება okay, yes და შევინახავთ. შეგვიძლია ფილტრაცია ჩავრთოთ და უთხრათ თავიდანვე, რომ მხოლოდ ის მომხმარებლები, ანუ ის ადამიანები, რომელთა მაგალითად CASE არის მამრობითი. Okay და ამ შემთხვევაში სია შემცირდება, რასაკვირველია. შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ფილტრაცია, არ გამოვიყენოთ, ხო, უბრალოდ, ანუ როგორც ხედავთ, აქ ეს ყველაფერი კვლავ ისევ ისეა, სრულად არის და უბრალოდ ფილტრაციაში შეგვიძლია ეს გავაუქმოთ და დავუშვათ მივცეთ clear all. Okay და აი, როგორც ხედავთ, სია კვლავ აღდგა. მოდით ამ ეტაპისათვის არ გამოვიყენოთ. მივცეთ ბრძანება okay და ვნახოთ შემდეგი რამ. Select a different list ან edit recipient list იყოს ეს როგორც გვაქვს ისე და მივცეთ ბრძანება arrange your envelope. მაგალითად აუცილებლად ჩვენ გვინდა ადგილი, სადაც იქნება address block-ი. მაგალითად address block-ში გვეუკითხება თუ როგორი იყოს შენი address block-ი, იყენებდეს თუ არა always include the country region in the address, მაგალითად კი always ვეუბნევით. და ვეუბნევით, რომ დიახ ამ ფორმით ქალბატონი ელენე ჟღარკავა, ანუ დავუშვათ აი ესეთი ვარიანტია. მაგრამ შეგვიძლია შევცვალოთ, დავუშვათ ელენე, ნაბირჩეთ ელენე ჟღარკავა, აი ესე მარტო სახელი და გვარი დავუშვათ. აქ არის ფილდები, რომლებიც ჩანდეს და არ ჩანდეს, ანუ შეგიძლიათ რომელიმე ფილდი საერთოდ გააქროთ, დამალოთ, მაგალითად ელპოსტა დავუშვათ თუ არ გვინდა რომ იყოს, შეგვიძლია მოვძებნოთ სიაში email address-ი და მივცეთ no match-ი, okay და ანუ სიაში ის აღარ ჩანს. შემდეგ ვაწვევით okay relax და აი ამ ფორმით ჩაჯდა ეს ყველაფერი. თუ დავაწვევით preview results, მაშინ დავინახავთ რეზულტატსაც და მივხვდებით, რომ რასაკვირველია, ცოტა სიმაღლეში გასაზრდელია, იმიტომ რომ ვერ ვეტევით. შემდეგ გვაქვს დავუშვათ აქ next-ი და ანუ როგორც ხედავთ, აქ მხოლოდ სახელი და გვარები იცვლება, რადგან სხვა დანარჩენი ისედაც იგივე იყო თითოეული ადამიანისათვის. მაგრამ address block-ში შეგვიძლია, რა თქმა უნდა, address block-ისთვის კიდევ ერთხელ ანუ ვნახოთ, მაგალითად დეპარტამენტი, ხო, დავუშვათ, ანუ კომპანია, position-ი ალბათ, უფრო სწორად. ვნახოთ department დავუშვათ და აი აქ ვირჩიოთ position-ი. Okay. ვნახოთ, ანუ ახალი address block-ი ჩავსვით, წინა უბრალოდ უნდა წავშალოთ. ასე. ვნახოთ რა მოხდა. ამ შემთხვევაში, ანუ აქ დეპარტამენტი არ ჩაემატა, ვნახოთ თავიდან, მოდით გავაკეთოთ, რაღაც ერორივით მოგვცა. აი ესე, address block-ი, ავირჩიეთ ამ ტიპის address block-ი და ვნახოთ რა ხდება address block-ში. მაგალითად country region-ის ადგილას შეგვიძლია მივცეთ დავუშვათ position-ი, okay და აი dep directory გამოჩნდა კიდეც დავუშვათ და ანუ როდესაც next-ით გადავდივართ, უკვე ვხედავთ ვინ არის კონკრეტულად რა თანამდებობა უკავია ამ ადამიანს. ასევე შესაძლებელია გააკეთოთ კიდევ რამოდენიმე პირობა, ასე ვთქვათ. ანუ იგივე ამ კონვერტზე შესაძლებელია იყოს ესეთი რაღაცა. გიწევთ თქვენ და თქვენ მაგალითად და აი ამ ადგილას უნდა ჩავსვათ რაიმე პრინციპში დავუშვათ უნდა ჩავსვათ რაიმე
ხო, ან დავუშვათ თუ კაცია, მაშინ წერთ რომ ცოლს და თუ ქალია, მაშინ წერთ ქმარს დავუშვათ. და ამისათვის ვაკეთებთ დავუშვათ insert-ი და ვაკეთებთ ესეთ რაღაცას, რული და if მაგალითად. თუ ჩვენ გვინდა სქესი title. თუ title-ი ტოლია ბატონის, მაშინ დავწეროთ რომ ცოლს თუ არა და ქმარს. და მივცეთ OK. და როგორც ხედავთ preview-ში, ქალბატონ ჯღარკავა ელენეს იწვევენ თქვენ და თქვენ ქმარს და იმ შემთხვევაში თუ საუბარია ცოლზე, მაშინ იწვევენ ცოლს. ანუ ბავშვად ბატონ კახას იწვევენ ცოლით, ქალბატონ ნინოს იწვევენ ქმრით და ანუ ბატონ გიორგის იწვევენ ცოლით. ასევე მინდა გაჩვენოთ რომ შესაძლებელია გამოიყენოთ ნებისმიერი insert ველები და თქვენ რომელიც გნებავთ ის ველი ჩაამატოთ. მაგალითად ჩაამატოთ ქალაქის ველი თბილისი. ოღონდ რა თქმა უნდა ყველა მომხმარებელი თბილისიდან იყო და აქედან გამომდინარე ეს არც ასე ვთქვათ არ ჩანს. შეგვიძლია შემდეგ next მივცეთ ღილაკი და edit recipient list-ში თუ გადავალთ, შევცვალოთ რომელიმეს ქალაქი. მაგალითად აი აქ მივცეთ edit-ი და დავუშვათ შევცვალოთ ქალაქები. დავუშვათ ამ წუთისათვის მე ვიმყოფები ბათუმში და ამიტომ დავწერო ვარ ბათუმში. ბათუმი და დავუშვათ ბატონი კახა დავწეროთ რომ არის ლინცში. და არა საქართველო, არამედ დავუშვათ ავსტრია. და OK. Yes. OK. და ვნახავთ რომ იმ შემთხვევაში თუ ბატონი კახა, მაშინ ქალაქში წერია რომ ეს არის ლინცი და ქვეყანა ეს არის ავსტრია, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არის საუბარი გიორგიზე, მაშინ წერია რომ არის საქართველო და ბათუმი. ამით ვასრულებთ რომ შეგვიძლია მივცეთ კიდევ next-ი, ანუ complete დავუშვათ და ან დავბეჭდოთ, ან შევინახოთ როგორც სათითაო ფაილი, მაგალითად edit individual envelopes და ნახავთ რომ სათითაოდ ყველა კონვერტი გამზადდება და შეგიძლიათ შეცვალოთ რომელიმეში რამე თუ გინდათ და ისე დაბეჭდოთ. ამითი ვასრულებ ამ ასეთი ფორმით საუბარს mail merge-ებზე, ასე ვთქვათ, აღარ ვინახავ ამ დოკუმენტს, თუმცა შესაძლებელი იყო რა თქმა უნდა შეგვენახა, პრინციპში შეგვიძლია შევინახოთ კიდეც. ეს გახლავთ ვიდეო უკვე რომელიც არის chapter 43, chapter 43. და აქვე მოდით ავხსნი ახალ ვარიანტს. დავუშვათ ჩვენ გვაქვს ჩვეულებრივ ეს პანჯერას დავხუროთ. ჩვენ გვაქვს მეილინგი და არა ვიზარდის გამოყენებით, არამედ უკვე არსებული სიის მიხედვით. მაგალითად type a new list ან use an existing list-ი ირჩევთ რომელიმე list-ს. ასევე მინდა შეგახსენოთ რომ შეგიძლიათ შემოიტანოთ მაგალითად Excel-ის დავუშვათ ფაილი და მოდით შემოვიტანოთ Excel-ის რაიმე ფაილი. მაგალითად ვნახოთ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ წუთით რაიმე Excel-ი მოვძებნოთ, ავირჩიოთ all files, შემდეგ ავირჩიოთ თავად ფაილის location-ი. ფაილის location-ი შეიძლება იყოს წუთით მოვძებნოთ მარტივად. ეს არის მაგალითად download-ებში და Excel-ის ფაილი შეიძლება იყოს თუნდაც temp ფაილი. აი ეს მაგალითად მივცეთ open და აი აქ მეხუთე შიტიდან პირველი ხაზი არის რასაკვირველია ველების სათაურები და
ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ გამოჩნდა აი აქ სათაურები. ვნახოთ პირველი სათაური დავუშვათ აქ ესე ჩავსვათ, შემდეგ ჩავსვათ მეორე, შემდეგ მესამე და თუ დავუშვათ დავაწვევით previews, დავინახავთ, რომ ეს არის წყაროები, აჭარა, მაღაზია და ასე შემდეგ. ხო, ანუ სხვადასხვა ინფორმაციის მატარებელია სათითაოდ თითოეული ველი. ასევე შეგვიძლია დავუშვათ ჩავსვათ ემი, ეს არის რა თანხა დავუშვათ და ასე შემდეგ. იმისათვის რომ იმ Excel-ის ფაილში ყოფილიყო რომ პირველი ხაზი ეს არის ასე ვთქვათ სათაურების ზოლი, უფრო გამარტივდებოდა პროცესი. მაგალითად შევდივართ კვლავ use an existing list-ი. აი დავუშვათ აქაც ვირჩევთ ხომ ამ CST-ს open-ი და უფრო მარტივია როგორც ხედავთ, იმიტომ რომ გაძლევთ სათაურებს და ხვდებით რომელი რას წარმოადგენს. მაგალითად ეს ბოლო რომელიც ქართული უნიკოდით იყო, ამიტომ გამოჩნდა auto merge field-ი ესეთი ფორმით, თორე დანარჩენ შემთხვევებში ყველა სათაური ჩანს რომელი რაც არის. და შეგიძლიათ ასე ააწყოთ მაგალითად რაიმე წერილი. ბატონო დავუწერთ წერთ დავუშვათ ხო? პირველი არის title, შემდეგ დავუშვათ წერთ რომ უნდა იყოს სახელი, დავუშვათ ბატონი გიორგი დავუშვათ და შემდეგ ისევ წერთ რომ ეს არის დავუშვათ გვარი დათუკიშვილი. მოგმართავთ თხოვნით რომ დავუშვათ და ქალაქი ჩემი ქვეყანა მაგალითად და ვწერთ ქალაქს ხო country or region-ი წერთ სიტყვას ქვეყანა არის დავუშვათ საქართველო და გთხოვთ დამიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე და მისამართს წერთ დავუშვათ უკვე ახალი ხაზიდან ეს არის დავუშვათ zip კოდი შემდეგ ქალაქი პირობითად დავუშვათ city შემდეგ მისამართი ანუ address-ი ძიმე და შემდეგ დავუშვათ შეიძლება ეს იყოს კვლავ ქვეყნის დასახელება ან ელექტრონული პოსტით და მისამართს ვსვავთ დავუშვათ email address-ი ან ფაქსით. და ნუ ვითომ ტელეფონის ნომერი არის დავუშვათ ფაქსი. დავუშვათ აი ეს იყო work phone-ი. და ბოლოს წერთ ისევ დავუშვათ საგვარი, ანუ დავუშვათ უბრალოდ სახელი, შემდეგ გვარი, სამუშაოს პოზიცია, ანუ თანამდებობა და კომპანია. აი ესე და როგორც ხედავთ, აი preview რო გაუთიშოთ, აი ესე აწყობილი, ანუ ფილდებით და უშუალოდ ჩემს მიერ აკრეფილი ტექსტებით და preview შემთხვევაში უკვე მზად დოკუმენტს ხედავთ. ყველას მომხმარებლისთვის ცალ-ცალკე მონაცემები ამოდის, ვისიც რა არის შესაფერისი ის. გასაკვირველი როგორც უკვე გითხარით, შეგიძლიათ Excel-ში გქონდეთ გაკეთებული ბაზა, ასე ვთქვათ. და შემდეგ მისცეთ finish merge, მისცეთ ბრძანება print document-ი, ანუ დაიბეჭდოს პირდაპირ დოკუმენტი და მიუთითოთ რომელიდან რომელამდე ან ყველა ან მხოლოდ current record-ი, ან მისცეთ უკვე მზად edit individual document-ი და ყველა დოკუმენტი სათითაოდ გაიხსნება და მათ ყველას სათითაოდ რედაქტირებას შეძლებთ. ამით ეს chapter-ის დავასრულეთ. კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა წარმოგიდგენთ. ეს არის CST.